ამ წლების განმავლობაში ვიძახდით, რომ ოცნების ზედარგოლში არის უზარმაზარი კორუფცია და რაღაც არნახულ პარვას ბიუჯეტის ქურდობასთან გვაქვს საქმე და ეს არის რაღაცნაირად ამაზე ხალხის რეაქცია არის აუცილებელი. ამაზე რომ ოცნების ამორჩევლების ნაწილი გვიტევდა, რომ აი რაღაცა თქვენ რას ლაპარაკობთ, ესეთი რაღაცა არ ხდება, მოღალატეობა, ასეთი რაღაცების ლაპარაკი და ნავს ნუ არ ყევთ. ეხლა რომ თვითონ დაერიან თავისი ყოფილ თავის გუნდის წევრებს და თვითონ ავიწროებენ მეების რა ქვია კორუფციაზე და მოპარული ფულის უკან დაბრუნებაზე ეხლა რა ხდება ტყუილად აწვევიან თავისივე ხალხს კორუფციაზე და ეხლანდელი შემადგენლობაა ცუდი თუ ჩვენ რო ვიზახდით კორუფციაზე, ყველაფრის გამправებელი უნდა მოსოვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ჩვენ გვიტევდნენ. რომელი ვერსია ამანდიდან სწორი. რეალურად ხდება შემდეგი რამ, აი ლილუაშვილი რო გადააყენეს 3 თვის წინ, მაშინ ამ გადაცემაში ვილაპარაკე, რომ არის 3 კლანი ხელისუფლებაში, 3 ფრაქცია გნებავთ, კლანი გნებავთ, დაჯგუფება თუ ჯგუფი თუ რაც კიდეთ ის დაარქვით. 3 ფრაქცია ოცნების შემადგენლობაში იყო ღარიბაშვილის ფრაქცია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლება ებარა, ლილუაშვილს იყო ყველაზე გავლენიანი ფიგურა ძალოვანი სტრუქტურების ნაწილში და ყობახიძე იყო ყველაზე გავლენიანი ფიგურა საპარლამენტო ნაწილში. და ივანიშვილი მართავს მაგ მექანიზმით. ეგრე ხო არ არის, ახლა ბევრს წარმოუდგენი, მე აი მაღიზიანებს ხოლმე idioტური ფორმულირებები მედასავლეთე ფლანგის ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების რასაც არ კითხავენ, აქ ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ წყვეტს, მთავარი არის ივანიშვილი რას წყვეტს. ეგრე მარტივად არ არის. თუ არავინ არაფერს არ წყვეტს, მაშინ ამ ხალხს რას დაერიან და რას ყრიან, ხო? აზე გადააყენეს ივანიშვილი თუ აი შენეს გააკეთ და ყველაფერი ეგრე სრულდება, მაშინ იყოს ის და რეიტინგს რატო იზიანებ, ან იმას რატო აგდებ, ამას რატო იჭერ, ხო? რეალობა არის შემდეგი, ახლა რაც არ უნდა გავლენა ქონდეს ვიღაცა ერთ ფიგურას, ის მართავს რაღაცა გავლენის ქონეს სხვა კონკრეტული თანამდებობის ქონეს სხვა ფიგურების მეშვეობით და ის ფიგურები თუ თანდათან დიდი ფინანსური რესურსების კონსოლიდაციას ახდენენ და თავის ლოიალური ხალხით აკომპლექტებენ ამა თუ იმ სტრუქტურას, ეგრე კი არ არის რაღაცა სტატიური მდგომარეობა კი არის, შენ დააყენე და იმას გავლენები არ გაუჩნდა. იმას შეიძლება გავლენები გაეზარდოს და თავდაყირად აგიყენოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე შეიძლება დადგა საკითხი ეგრე, რომ გაჩნდა და ივანიშვილს მანამდეც ქონია არა ამ მასშტაბით, მაგრამ პრობლემები აი მაგალითად გახარიასთან, ხო, რომ რაღაცა ხმებიც დადიოდა, რომ უთანხმოებები ქონდა და გახარია მას წავიდა, რომ არ ეთანხმებოდა ამას და შიგნით თლად ისე არ იყო, რომ ივანიშვილი რასაც იტყო და ეგრე გააკეთე. ამ შემთხვევაში ახლა ამ ლილუაშვილის და მანამდე ღარიბაშვილის, მაგრამ ღარიბაშვილის რეიტინგი საკმაოდ გაზრდილი იყო და მანდიდან გამომდინარე გავლენაც მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნებოდა შიდა სივრცეში. ღარიბაშვილი თავიდან გადააყენეს და როგორც ჩანს მაგის საფუძველზე, რომ გავლენა ქონას ალბათ შეშფოთდნენ, რამდენად გაეზარდა რეიტინგის კვალად. და შემდეგ ახლა ჩანდა, რომ ეს ლილუაშვილის ფლანგი ზედმეტად გაძლიერდა და ზედმეტად გავლენიანი იყო და როგორც ჩანს მაგის შიში, რამაც ზედმეტად დიდი ძალა აქვს და რაღაც ეტაპზე შეიძლება მორჩილებიდანაც გამოვიდნენ და ივანიშვილის გავლენა რაზე დგას ეგრე ხო არ არის, უბრალოდ ივანიშვილი არის და არის დგას ფულის უფრო დიდ მასაზე, ხო? ყველაზე მდიდარია და მანდიდან გამომდინარე სხვებს ნაკლები შესაძლებლობები აქვს ამ კუთხით. მაკონსოლიდირებელ როლს თამაშობს. ხა ვიღაცა მის მიერ დასმული ხალხი თუ ჯამურად ისეთი და მათ შორის ფინანსური ელიტა, რომლებთანაც ესა თუ ის ნაწილი ჯგუფდება, ხო? აი მაგალითად ფინანსური ელიტის ერთი ნაწილი, თქვათ ლილუაშვილის ირგვლივ მეორე ნაწილი, სხვის ირგვლივ, ხო? ეს ფინანსური ელიტა და კონკრეტული თანამდებობის თან მით უმეტეს ძალოვანი თანამდებობის მქონე პირები თუ რაღაც მომენტში ისეთი ძლიერები გახდნენ და ისეთი მდიდრები გახდნენ, რომ ჯამურად ახლა კონკურენტები არიან, მანდ ახლა გარანტირებული კი არ არის, რავი, შენ რატო უნდა დაგემორჩილო. ხო ეგრე შეიძლება, ხო შეიძლება დადგეს ეგრე. როგორც ჩანს ეგ გამოწვევა დადგა,
როგორც ჩანს, კობახიძის ფლანგმა ივანიშვილს დაუდო მაგისი დამადასტურებელი. დაასმინა. ხო, დაასმინა, ფაქტები დაუდეს, მაგ საფრთხეზე ლოგიკურად დაუსაბუთეს და ეს კობახიძის ფლანგი საინტერესო რომ ესენი იყვნენ პარლამენტარები, ანუ ამათი ფუნქცია იყო ზემდილი ლაპარაკით და რიტორიკით ოცნების პოლიტიკის საინფორმაციო მხარდაჭერა, ანუ გაправება ოცნების პოლიტიკის. ამათი შესაძლებლობები დიდი ფინანსური რესურსის კონსოლიდაცია მოახდინეთ, ამ პარლამენტარების შესაძლებლობები მაგნაწილში განზომულად ნაკლებია, ვიდრე არ ვიცი, აი სუსის ხელმძღვანელი, შსს ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არის ბევრად დიდი შესაძლებლობები ამ კუთხით. ეხლა პარლამენტარმა მაქსიმუმ შეუძლია რაღაც აი შუამავლად ვიღაცა ისევ ამ თუ რამე საქმის გაჩარხვა უნდა პარლამენტას ამ კუთხით და რამე ფინანსური რესურსის აკუმულირება მანც იმ ძალოვნებს უნდა მიმართოს, ხო და უთხრას, რომ აი ამის გაკეთება მინდა და რაღაცა ქვეყანაში დავალაგოთ. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს და იმათ ხელში ბევრად დიდი რესურსი იქნებოდა კონსოლიდირებული, როგორც ჩანს ამათ დაასაბუთეს, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და თან მათი განწყობებიც არ არის გამორიცხული, მაგ კუთხით ყოფილიყო შემაშფოთებელი. და რაღაც ეტაპზე გადაწყდა, რომ ესენი საფრთხე არიან თუ არ ჩავხსენით. და ამათი ჩახსნა რომ დაიწყო, მან უნდა გვესმოდეს, რომ მან დიჩენ როგორ მტერს, იცი, აი რა ვიცი, შეიძლება ეხლანდელი იმ ნაწილისთვის, რომლებმაც ისინი ჩახსნა პრინციპულობით და პირადულობით უფრო დიდი მტერი ვიდრე აი ხა ვინც ჩახსნეს, აი ის მეორე ნაცები არიყვნენ. რამდენადაც ახლა გადაიმტერებოდნენ ჩახსნილი ნაწილი, ხო, და რამდენადაც სამაგიეროს გადახდის სურვილი იქნება და კუდის მოქმედის სურვილი იქნება, ეგ მაგისი არ შეფასება არ შეიძლება და კუდის მოქმედის საფრთხე იქნება სულ სანამ იმათ ეგ ფინანსური შესაძლებლობები დარჩებათ. ამიტომ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ჩემი აზრით არის ჩახსნილი ნაწილისთვის იმ ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმალურად შეკვეცა, რაც მათ კუდის მოქმედის შანსებს დაუტოვებს. და აი ეს ზარალა, რომელიც გადაბმული იყო, ზარალა ამ ქვეყანაში, ეხლა ზარალა, ვინც არის ან თან ეგ მაგ ზედმეტსახელი დადო იმედმა ეს რომ დააკავეს, ანუ ვიღაცები დაიწყებს ჭეილობა აი ზარალას ოჯახმა ხო თქვა, რომ გაყვა პისტოლეტი და შემთხვევით აღმოჩნდა. ხო, რა პოლიტიკური კაცო ზარალასთვის პისტოლეტი კი არა, პისტოლეტი შეატანინებდნენ თვითფრინავში, ერთი იმას კითხავდნენ, იქ სადაც მიფრინა, იქ როგორ გაიტან, თორე აქედან თუ გინდა არსენალი გაიტანე, ეგრე და მასე ქონა დალაგებული ზარალას, რა ვიცი, კი არა, კაცი რომ მოეკლა ქვეყანაში, მაგას არ დაიჭერდნენ, მაგ ხელა გავლენების ვიღაცა იყო და ნუ ზოგადად იყო ფიგურა, ოდიოზური ფიგურა, რაღაც ბიზნესმენი 90-იანებიდან ეგზედმეტ სახელით იქიდან მოყვება და მასე აქ სიმდიდრე თავის დროზე ნაშოვნი, ხო? ხო და მაგას რო იჭერენ და ეგეთი სათაურით აქვეყნებენ, გიორგი რამიშვილი მეცახელად ზარალა დავიჭირეთ, ხო? გვასაგებია რომ პოლიტიკურად, დემონსტრაციულად დაიჭირეს, პისტოლეტი გაყვა აეროპორტში და დემონსტრაციულად დაიჭირეს იმისთვის, რომ ამასაც ეგეთი საქმე აქვს ეხლა, რომ გასაგები იყო, რომ გირავთი გამოუშვებდნენ, ოღონდ ჯერ კიდე ემუქრება მაგას 4-დან 7 წლამდე. ეგ მუხლი მაგას გულისხმობს. ეხლა გაირკვევა რაზე და როგორ დაალაგდებიან. მეორე ბიზნესმენია ჩხაიძე თუ არ ვცდები, მისი კიდე შვილი დააკავეს ის იარაღის ტარებაზე. ეგ უნდა გვესმოდეს მასეთი ხალხის ხალხს ან 10 ოჯახის წევრებს მასეთ რაღაცებზე ოცნებასთან აი პირდაპირ ძალიან დაახლოებული ნაწილი. მასეთ ხალხს ასეთ რაღაცებზე იარაღის ტარებებზე არ იჭერენ, საჩერებენ, იარაღი რო აღმოაჩნდეს, პრობლემა არ იქნება. ხო და ეგ არის დემონსტრაციული წმენდა კი არა. ბიზნეს ნაწილში ალბათ მიდის გადანაწილება იმისა, რომ ამ ბიზნესმენებს ეუბნებიან, რომ შეიძლება რაღაცა მოსატანიც აქვთ, ან რაღაცას ეუბნებიან, რომ უნდა ესმოდეთ, ვისთან უნდა დაალაგდნენ ნაწილი და როგორ უნდა მოიქცენ. ხოლო პოლიტიკურ შემადგენელს, ვინც იყვნენ ყოფილი პოლიტიკური ფიგურები და თანამდებობის ფიგურები, მაგათ ალბათ ჩამოართმენ ყველაფერს და დატოვებინ ისეთ მდგომარეობაში, რომ არანაირი კუდის მოქმედის შანსი არ დარჩეს. ეხლა მაგ ნაწილში
სწორად იქცევიან თუ არა, თავისი გადმოსახედიდან სწორად იქცევიან, რა თქმა უნდა, მაგათ თუ დატოვებ ისე რომ შესაძლებლობებს დაუტოვებ კუდის მოქნების მოიქნებენ. დამსახურების ნაწილში იმ ხარემ რომ ძალიან თავგასულად იქცეოდა ის ხარე. ყველა კუთხით კორუფციის, ქცევის, პოლიტიკური ნაბიჯების, შეცდომების, მათ შორის აი ამ მიტინგებისთან გამკლავების კუთხით ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მეთოდები შეცდომებია და დააზიანებს მაგათაც, ქვეყანასაც, ყველაფერს. ამ კუთხით ეგ ფაქტია და რა ვიცი, ხო, მისახურებენ კი არა, დასაჭერია სინამდვილეში მთელი პოლიტიკური ელიტა კორუფციის არნახული ზომებისთვის. ხო, სხვა საკითხია, რომ იმსახურებენ, მაგრამ ეს შემადგენლობაც და ამ შემადგენლობასაც ამ პროცესებში, ამ ხელისუფლებაში, ამ რეალობის შექმნაში, კორუფციაში ყველაფერში ურევია ეს შემადგენლობაც. უბრალოდ ცხადია ისე არ დგას საკითხი, რომ ვიღაცეები იქ რას იღებენ, ისინი რაღაცას დაუმსახურებლად იღებენ, გასულ იმათ თავის წინ დიდი დამსახურება აქვთ, რასაც ახლა რა მომავალიც გამოიწერეს საკუთარი თავისთვის, უბრალოდ საბოლოო ჯამში ეგ მათზე არ მთავრდება და ეს ხელისუფლება მთლიანად არის ჩაფლული იდაყვებამდე, რა ვიცი, კორუფციის ისეთ მასშტაბებში, რომ ყველაზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ახლა ყველას ესმის, რომ რიჟვაძეზე რომ მიდიოდა ლაპარაკი, რომ ბათუმში ნარკო რეალიზაციის არნახული მასშტაბები იყო და მის კისერზე ეს ყველაფერი და ოცნების მინიშნებები რომ მიდის, რა თქმა უნდა, ეგ აბა როგორ იქნებოდა, აბა ვის პირობებში ხდება ეგ და რა თქმა უნდა, ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე ეგ ვერანაირად ვერ მოხდება და ხელისუფლება პირდაპირ თანამონაწილეობდა მაგაში, უბრალოდ მან კითხვა იმაში, რომ თბილისშიც იგივე რო ხდებოდა, თბილისში ვისი კურირებით იყო თბილისში, ხო? და ასევე კითხვა, რომ როცა საუბარია ძალიან დიდი მასშტაბის კორუფციაზე და თუ საუბარია იმაზე, რომ აი იმ ფიგურებმა ჩაატარეს ეს იმ ფიგურების ექსკლუზივი იყო, რომლებიც აი წარმავალი უკვე გაშვებული ფიგურების ექსკლუზივი იყო კორუფცია და ესენი რაღაცა ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ვერ აჩერებდნენ, მოხდება მაგაზე დაპატიმრება კონკრეტული ადამიანების. ანუ კორუფციის პასუხი ეგ არის, რომ რაც მოიპარეს, იმას ბიუჯეტში აბრუნებენ. ანუ ის ფული სანუ სხვაგან კი არ მიდის, თუ მოიპარეთ, ბიუჯეტში მიდის და იმათ იჭერენ, ის იპარა, ხო? ეგ ხო თუ ლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება გამოსწორდა და შესაბამისად კორუფციას ახლა ისეთ დარტყმას მიაყენებს, რომ სხვა არავის აღარ მოუვა თავში, ეგ გამოიხატება შემდეგი შინაარსით. კონკრეტულ ზედა ეშელონის და ყველას ესმის, რომ მან ყველაზე ზედა ეშელონი იყო ჩართული. კონკრეტულ ზედა ეშელონის ფიგურებს აპატიმრებენ და აბრუნებინებენ სახელმწიფო ბიუჯეტში მოპარულ თანხებს. მაგას ვნახავთ, აგერ როგორ დააბრუნებინებენ სახელმწიფო ბიუჯეტში და წავა, როგორ წავა კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტში რამე, გარდა რაღაცა ახლა შეიძლება მე იქ არ ვლაპარაკობ, მიქაუტაძის ნაირი ქვედარგული დაიჭირეს და რაღაც პატარა თანხა ვითომ ბიუჯეტში ვაბრუნებ, მას დააბრუნებ. მე ვლაპარაკობ ძალიან მასშტაბურ თანხებს, მაგასაც ვნახავთ, როგორ დააბრუნებინებენ კონკრეტულად ბიუჯეტში. მაგასაც ვნახავთ, ზედარგოლებს დაიჭერენ თუ რაღაცას შავად ზურგს უკან დაულაგდებიან. მანდ გამოჩნდება მართლა კორუფციას ებრძვიან თუ სინამდვილეში უბრალოდ სხვანაირად გადალაგების პროცესთან გვაქვს. კი ბატონო